ესთეტიური კუთხით გამორჩეული ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი ქალაქში. ბაღი ნუგზარ ძნელაშვილმა თავად მოაწყო. მისი საქმიანობით ცდილობს ქალაქის გამწვანებაში მცირე წვლილი შეიტანოს. ირმა კურტანიძის სიუჟეტი ქალაქის ყველაზე ლამაზი ადგილიდან. ნუგზარ ძნელაშვილის ბაღში მისულ ნებისმიერ დამთვალიერებელს საოცარი სანახაობა დახვდება. პროფესიით ეკონომისტი, ახლა უკვე აგრონომიას ეუფლება და ცდილობს ქალაქში გამორჩეული და განსხვავებული გარემო შექმნას. როგორც თავად ამბობს, ბაღი 3 წელია არსებობს და მასში უკვე 100-ზე მეტი სახეობის ქართული და უცხოური ყვავილი ხარობს. საერთოდ ნათქვამია, რომ ბაღი 10 წელი მაინც უნდა იყოს, ბაღი რომ დასრულებული სახე მიიღოს და ჩემი იდეა გაჩნდა პატრიარქმა რომ მოგვიწოდა გამწვანეთ საქართველოს, გაალამაზეთო, იქიდან დამებადა იდეა ძალიან და სხვებსაც მოუწოდე უთხარი. აქ ნახავთ ქვევრებს, დოქებს, ძველებურ ტახტს, საათსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ კულტურული ღირებულებების მქონე ყოფაცხოვრების საგნებს. მთლიანი დეკორაცია მისი იდეაა. როგორც თავად ამბობს, ვიზუალური ესთეტიკის გარდა მასში ძველ მოგონებებსაც აცოცხლებს. ნივთების უმრავლესობას მეგობრებით უქნიან, ამიტომ იგი თითოეულ მათგანზე სამახსოვრო წარწერას ტოვებს. ძალიან ბევრი ნაჩუქარი არის, ძალიან ბევრი. აი მე მინდა რომ იმ ადამიანების უკრავყოფისთვის, მაგალითად ჩემი სიმამრის ის არის, რა ვქვია, კალათა, რომელიცაც ბოდვის ხევიდან ეზიდებოდა ხოლმე სიღნაღში, მაღაროში მოქონდა ხილბოსტანი და იმის სამახსოვრო წამოვიღე და ჩამოვკიდე აქ. ის სამოვარი ჩემი მეუღლის დაქალმა მასწავლებელმა გვაჩუქა. რასაკვირველია, სხვა ერებიც უნდა გვიყვარდეს, მაგრამ ჩვენი ეროვნული ქართული ტრადიციები არ უნდა დავკარგოთ ჩვენ. მე ამ ეროვნული ფორუმის მიმდევარი ვარ, მიყვარს მე ჩემი კუთხე, მიყვარს მე ჩემი საქართველო და ეს მე მიღვიძებს და სხვებსაც უღვიძებთ სიყვარულს. ყვავილების ბაღი ყურადღების ცენტრში უკვე მოხვდა. მას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დამთვალიერებელი სტუმრობს. გარდა ამისა, თბილისის მერის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ბაღმა 11-დან 2 ნომინაციაში გაიმარჯვა. ამჟამად კონკურსში მონაწილეობს, რომელიც სოციალურ ქსელში მოყვარულ მებაღეთა კლუბ კონსიდოლას ორგანიზებით ტარდება. მცენარეების მოვლაში ნუგზარს მისი მეუღლე ეხმარება. მართალია ძალიან შრომატევადი არის, ძალიან ბევრ დროს მოითხოვს. ამას ერთი ადამიანი მაინც ჭირდება რომ მთელი დღე ამას მოუარო. როცა გინდა სიამოვნების მიღება და როცა მოგწონს, უკვე ნაშრომს რო გადახედავ, სასიამოვნო არის. ეკოლოგიური მხრივ ხო ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლად ყველამ თითო ხე კი არა, რაც შეუძლია თავის სიცოცხლის მარჯვზე ძალიან ბევრი ხე უნდა დარგოს, მაგრამ უნდა გაამწვანო ჯერ პირველ რიგში სულიერად ამშვიდებს, აწყნარებს, აწონასწორებს და ადამიანი რო დადიან მოღუშული სახეებით აღარიულია მე მოღუშული სახეები რო დაინახავ ყვავილის მიხმარება უნდა დალაპარაკება უნდა მოფერება უნდა ამისთანაც სილამაზე შენს დაგავიწყდება ყველაფერი და შენს კარგ ხასიათზე მოხვალ. ბაღი დეკორატიული გაფორმების გარდა მრავალფეროვანი სახეობის ყვავილებსა და ხეებს მოიცავს. მათ შორისაა დეკორატიული ფერადი ტუია, ფოტინა, კერია, პეტუნიები, ლობელია, ასტამერია, გაილარდიები და სხვა, რომელთა უმრავლესობა მებაღეს საჩითილეში თავად მოჰყავს. ბაღის შუაგულში კი პატარა ალპინარიუმია მოწყობილი, სადაც როზმარინი, ლავანდა და სხვა მცენარეები იზრდებიან. მებაღეს სამომავლოდ ესთეტიური სილამაზისთვის ბაღში ტბისა და ხიდის მოწყობას გეგმავს და მეტი უნიკალური მცენარის გაზრდას აპირებს. მანამდე კი როგორც თავად ამბობს, ნებისმიერ სტუმარს დიდი სიამოვნებით მიიღებს.